გადავხედოთ ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 7 წლიანი მუშაობის შედეგი შეაჯამა ბოლო დროინდელი უნიკალური ექსპონატები გახდა წარმოდგენილი ღონისძიებაზე სახელწოდებით ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს. Რა თქმა უნდა, ცენტრმა დაგეგმა სამომავლოდ მისი პრიორიტეტებიც გამიჯნა და უფრო დაწვრილებით ამის შესახებ მოგიყვებათ გვანცა გიორგაძე. ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს. ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს. ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს. ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს. მოვუაროთ ხელნაწერებს. ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს. სწორედ ამ სლოგანით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დაწესებულების დაარსების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა და სხვადასხვა საპრეზენტაციო თუ საგამოფენო საშუალებით 2007-14 წლების საქმიანობა შეაჯამა. გამოფენა პრეზენტაცია სხვადასხვა სივრცეებში ლოკალიზებული განსხვავებული პროგრამების ილუსტრირებას მოიცავდა. ცენტრის სამეცნიერო, კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის სამსახურ ღონისძიებაზე აქცენტი ბოლო წლებში შემოწირული ხელნაწერების გამოფენაზე გაკეთდა. უნიკალური კოლექციის მთავარ მოვლენად კი ამჯერად ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფია იქცა. ვახუშტის გეოგრაფიის ერთ-ერთი ვერსია წარმოქმნილი დღეს ჩვენთან გამოფენაზე და გადაშლილია ევროპაზე. ევროპის რუკაზე. რამ განაპირობა დღევანდელ დღეს ამ ხელნაწერის გამოფენა. როგორც მოგეხსენებათ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აღნიშნავს დაარსების დღეს და სწორედ რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ჩვენ აი ამ დაარსების დღეს, ამ გამოფენის, ამ აღნიშვნის დღეს გარკვეულწილად შევეხმიანეთ ამ მნიშვნელოვან ფაქტსაც. გარდა გამოფენა პრეზენტაციისა ღონისძიებაზე ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კალიგრაფიის კონკურსი და ბავშვებისთვის წიგნის რესტავრაციის ვორქშოპი გაიმართა. სპეციალური კუთხე დაწესებულების ელექტრონული ბაზებისა და რესურსების ჩვენებასაც მიეძღვნა. მსგავსი სახის გამოფენა პრეზენტაცია მიზნად ცენტრის საქმიანობაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ისახავს. შევეცადეთ, რომ გვეჩვენებინა ყველა ის მიმართულება, რომელიც არის აქტიური ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კვლევითი, სარესტავრაციო, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და წარმოგვეჩინა ჩვენი კოლექციის და ჩვენი საქმიანობის მრავალფეროვნება, მრავალპროფილიანობა და ასევე გვეჩვენებინა ის უზარმაზარი პოტენციალი, რაც ჩვენ დაწესებულებას განვითარებისთვის აქვს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომელიც 1958 წლიდან ქვეყნის ხელნაწერ მემკვიდრეობას ინახავს, სამომავლოდ პრიორიტეტს კვლავ ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევებს მიანიჭებს. მომავალი წლისთვის ბიბლიის აკადემიურად დადგენილი ტექსტის პუბლიკაცია და ელექტრონული რესურსების გაფართოება იგეგმება, რომელსაც ფართო საზოგადოება 2015 წლის ივნისში გასამართ მასშტაბურ გამოფენა პრეზენტაციაზე გაეცნობა.